გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. დღეს ბარბარობა ძალიან დიდი დღესასწაული მას ბედობასაც ეძახიან. დაგვებადა დღეს შეხვედრა ერთმანეთთან მინდა მოგილოცოთ დიდი პატივისცემით და ვიყოთ იმის განწყობით რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ რომ ჩვენმა ქვეყანამ სიკეთით გაიმარჯვოს და სიკეთე იყოს გამარჯვებული ჩვენს ქვეყანაში. ასე მოხდა რომ ეს სპეციალურად არ გაგვიკეთებია ასე მოხდა რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩვენი დიალოგი კინოსახლის ხელმძღვანელობასთან და ეს დაახლოებით 10 დღეა და ვითხოვდით რომ ერთი დღე გადაიდო ბოლოს რაღაც კრიტიკულიც გახდა მაგრამ ისე მოხდა რომ ეს შეხვედრა დღეს დაინიშნა მეცნიერთა კონგრესის შეხვედრა სადაც ჩვენ ვიხილავთ სწორედ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებთ ვადგენთ პროგრამულ დოკუმენტს რომის განხილვა ძალიან დიდი ხანია ტელევიზია ქართულის მეშვეობით უკვე მიდის გამოქვეყნებულია Facebook გვერდზე სადაც პირდაპირ გვაქვს მინიშნებული ამ პროგრამის თვითონ სახელწოდებაც ბევრ რამეს ლაპარაკობს რომ ვებრძოლოთ არა შედეგებს არამედ მიზეზებს ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია მე ამ დოკუმენტს ვიხსენებ დღეს ამ დოკუმენტით ვიწყებ საუბარს იმიტომ რომ მინდა გავიხსენო 8 წლის წინ ზუსტად 2016 წლის დეკემბერში როდესაც ახალი პარლამენტი მოვიდა მაშინ მეცნიერთა კონგრესმა მიიღო ჩვენი პროგრამული დოკუმენტი აი ძალიან სერიოზული მოხსენება წარმოადგინეთ რომლის სათაური იყო რომ საჭიროა აკადემიური 7 წყნარი დიალოგი საქართველოს მოსახლეობასთან ამის უგულებელყოფას არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს. ვიმეორებ, ეს 8 წლის წინ იყო. ეს დოკუმენტი უკვე დევს თუ არა და დღეს დაიდება Facebook-ზე, ყველას გექნებათ საშუალება წაიკითხოთ. 8 წლის წინ რა ანალიზი გააკეთეს და რა პროგნოზი გააკეთეს მეცნიერებმა. 8 წლის წინ ითქვა ზუსტად ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, თუ არ დაიწყებოდა დიალოგი, თუ არ დაიწყებოდა აკადემიური 7 წყნარი დიალოგი. ჩვენ სწორედ გასული წლის ამ წლის დასაწყისში, როდესაც გელათში შევიკრიბეთ, აი ამ დოკუმენტს, რომელსაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ქვია, სწორედ წაუმძღვარეთ ასეთი რამ ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავა და დაუმონებლად. ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია, რომელიც მან ბრძანა გელათში. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვამბობ რომ აი დღეს თუ ოდესმე საქართველოს ისტორიაში იყო საჭირო ბედნიერი მორიგება ერთმანეთში შეუბღალავად და დაუმონებლად ეს არის დღეს თუ ოდესმე იყო საჭირო რომ ქვეყანა არ იმართებოდეს გარედან რომ ქვეყანა ხან ამერიკისკენ და ხან რუსეთისკენ არ მიექანებოდეს და თუ დღეს ოდესმე იყო საჭირო ამის თქმა ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ეს დღეს სწორედ დღეს არის მე ამას ვამბობ იმიტომ რომ სწორედ ამ განწყობით შედგება დღეს მეცნიერთა კონგრესი დღეს ბედნიერებაა ყოველი ადამიანი რომელიც არავის მხარეს არ დგას ვიმეორებ ბედნიერებაა ყველა ადამიანი რომელიც ნებისმიერი ადამიანი ყოველი ადამიანი რომელიც არავის მხარეს არ დგას დღეს თუნდაც პარტიის წევრი იყო შენ არ უნდა დადგე პარტიის მხარეს თუ გინდა გადაარჩინო შენი პარტია თუ გინდა გადაარჩინო შენი პარტიის ლიდერები თუ გინდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ჩვენ დღეს ხმამაღლა ვამბობთ რომ უნდა ვიბრძოდეთ არა ერთმანეთის წინააღმდეგ არამედ ერთმანეთისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა არის ყველაზე ადვილი არაფერი ამაზე ადვილი არ არის მაგრამ ერთმანეთისთვის ბრძოლა არის ძალიან ძლიერი ეს არის ბიბლიური როცა ბიბლიაც გვასწავლის იმას რომ გიყვარდეს შენი მტერიცო დღეს ძალიან ბევრი მე მეუბნება იმას რომ ვისთან შევერიგდეთ ვისთან ვილაპარაკოთ ჩვენ არავის არ მეუბნებით შერიგებას მეცნიერება ბუნების კანონებთანაა დაკავშირებული და ბუნებაში აბსოლუტურად დააკვირდით რომ გადიხართ ტყეში და ვიღებთ რაღაც არნახულ სიამოვნებას აი გავდივართ ბუნებაში რატომ იმიტომ რომ ჰარმონიზებულია აბსოლუტურად ყველა ახერხებს იქ ცხოველია თუ ხე მცენარე ყველა ახერხებს იმას რომ იყოს აი რაღაც ესე იგი ისეთ სილამაზეს ქმნის რომელიც როცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს გარემო ჰარმონიზებულია დღეს ბევრი რომელიც მეუბნება იმას რომ აი ვისთან შევდიგდეთ არავისთან შერიგებას არ გეუბნებათ დიალოგს გეუბნებიან ბატონებო ყველანი დიალოგის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს პოლიტიკაში თუ ხარ უნდა იცოდე რომ დიალოგია მთავარი
დიალოგი ასე დაარქვეს დიდმა ჩვენმა ფილოსოფოსებმა და რომლებიც ისტორიის სათავეებთან იყვნენ დემოკრატიის სათავეებთან იყვნენ აი სწორედ დიალოგი ქვია მთავარ ნაწარმოებებს და არაერთი და ორია სტატია თვითონ წიგნიც და ნაწარმოები და ასე შემდგომ დიალოგის გარეშე არ იფიქროს ვინმე რომ რამე შეიცვლება არ შეიძლება ჩაიკეტო შენს ბუნაგში არ შეიძლება ჩაიკეტო შენს პარტიაში არ შეიძლება ელაპარაკობოდე მხოლოდ შენი პარტიის წევრებს ჩვენ ყოველთვის ვამბობთ პარტია არის ის რომელიც თავის პარტიის წევრებთან პროგრამას ამუშავებს მაგრამ გადის და ამბობს ვინც ჩვენი წინააღმდეგი ხართ მოდით იქნებ აი რომ დავდგებით ერთად განვიხილოთ იქნებ მოგეწონოთ ის რაც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ შეგნით ყველაფერი დაიხურა ქვეყანაში ნებისმიერი პარტია მხოლოდ თავის პარტიის წევრებთან საუბრობს მხოლოდ თავის პარტიის წევრებზე ფიქრობენ ქვეყანა არ არის პარტია ბატონებო ქვეყანა არ არის პარტიები ქვეყანა არ არის პოლიტიკოსები ქვეყანა არის ესე იგი დიდი ისტორიით დახუნძრული ქართული საზოგადოება და დიდი მომავლით ამავე დროს მძიმე რეალობის დიდი წარსულის მძიმე რეალობის მაგრამ დიდი მომავლის ქვეყანა ნუ გგონია ჩვენ პოლიტიკოსებს რომ ჩვენ ვართ და მეტი არავინ მე ვარ და ჩემი ნაბადი ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ილია ჭავჭავაძე გვეუბნება რომ უფრო მეტი ჩვენ ვიდრე მე დღეს საქართველოში მე განწყობაა მხოლოდ კაცთან დაწყებული არა გაქვს საუბარი რაღაცას ეუბნები და გეუბნები პასუხობს მე ამას ხო ვამბობდი და ასე შემდგომ ამბობდა არ ამბობდა იკითხე ახლა გეუბნება მე ამას ხო ვამბობდი დამთავრდეს უნდა ბატონო მე ეს ვთქვი მე ხო ამას ვამბობდი მე ეს მქონდა მე მხოლოდ რასაც ვერ გნობი მეცნიერებს ვერ გნობი და ვთქვი წეგან რომ 8 წლის წინ მეცნიერებმა მოუწოდეს ასე იგი ხელისუფლებას 8 წლის წინ ახალი მოსული იყო ეს რომელიც 16 წელია მეორე არჩევნებში რომ შევიდა და გაიმარჯვა ოცნება მეორე არჩევნები 12 წლის მერე 16 წელში ხო აი მაშინ მეცნიერთა კონგრესმა მიიღო ეს ჩვენი მოხსენება ჩვენი პროგრამული დოკუმენტი და მას ასე დავარქვით დარჩეს ამ წელში ნათქვამად საჭიროა გულახდილი მართალი წმინდა სუფთა დიალოგი და ამას სათავეში ხელისუფლება ესაა მთავარი რომ ამას სათავეში ამის ინიციატორი ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და კარგი იქნება თუ ხელისუფლება იქნება იმის ინიციატორი რომ ეს მისი ინიციატივა მეცნიერების ხელით გაკეთდეს და მეცნიერებით გაკეთდეს რა არის ამაში აი ხო გეუბნებით რომ ყველაფერი ძალიან სწორად და კარგად უკარნახეს მეცნიერებმა დღეს ჩვენ უпроსორად გუშინ ერთი ძალიან დიდი მეცნიერი გამოგვაგდა რეზო ბალანჩილაძე ეს დიდი ფილოსოფოსი ძალიან საინტერესო მოაზროვნე ყველა ეს დოკუმენტი რომელიც ჩვენ შევქმნით მის ხელში გავლილია როგორც სიტყვიან ის პროგრამული დოკუმენტები რომელიც ჩვენ გვაქვს უაღრესად ბევრი კამათი და ის ქონია მაგრამ ჩვენ ბოლოს მიგვიღია ეს დოკუმენტები აი სწორედ განათლებულ ადამიანებთან არ ჭირდა საუბარი იმაზე რომ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს აი მტერიც რომ არის შენ მას უნდა დაელაპარაკო არასებობს ბატონებო ეს ქართული პოლიტიკა დამძიმდა იმით რომ უგულებელყოფილია დიალოგი ქართული პოლიტიკა დამძიმდა იმით რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ტელევიზიით ელაპარაკებიან ქართული პოლიტიკა დამძიმდა იმით რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს თავისი სხავს ტელევიზიები იმ ტელევიზიაში სხვას არ იწვევენ და ცოცხალი დიალოგი პოლიტიკოსების მოგდა ჩვენ პირიქით თავაზობდით იმ დოკუმენტში 8 წლის წინ უფრო ადრე ჯერ კიდე მიხეილ სააკაშვილის ბერალოს თავაზობდით და ვეუბნებოდით რომ გავიდეთ ხალხში დავდგეთ ხალხის წინ სოფელში საპარიკმახეროსთან თუ ფეხსაცმელების შემკეთებელთან თუ სადმე წყაროსთან სოფელში გავიდეთ ხალხში დავდგეთ ერთმანეთის წინ პარტიები ხალხი დაინახავს როგორია ჩვენი პოლიტიკური კულტურა ხალხი ნახავს ერთმანეთის ცოცხლად ხალხის წინ მოპაექრე პოლიტიკოსებს ნახავს და ხალხი გააკეთებს სწორდასწრას ყველაფერი უგულებელყვეს მივედით დაპირისპირებასთან დღეს ძალიან ბევრი მეუბნება იმას რომ ეს არის ის საკითხები რომელსაც დღეს იქ მოხსენებაში ვერ ვიტყვი და აი მინდა რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ზოგიერთი რამის გამეორება შემიძლია მომიწიოს ალბათ პირდაპირი გადაცემაც იქნება იქედან არა ტელევიზიით ჩანაწერი გაკეთება და ხვალზე ალბათ ეს ტელევიზიაში წავა სრულად ყოველგვარი რაიმე შესწორების გარეშე ეს მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებაა და ტელევიზიას არ აქვს უფლება რომ ეს არ გაითვალისწინოს იმიტომ რომ ჩვენი კონგრესია და აი ამიტომ
იქ უფრო ვთქვათ ფუნდამენტურ საკითხებზე იქნება საუბარი, მაგრამ აი ის რა შესავლები, რა პრეისტორია ქონდა იმას, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და რატომ გვაქვს ასე გულიანად, ასე როგორც იტყვიან, ხმისამოღებით რომ ვსაუბრობთ, ხმამაღლა კი არა, ხმისამოღებით რომ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ პოლიტიკოსები დღეს უნდა დუმდნენ, იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში რომ მათი ბრალია. ხმისამოღებით რომ ვსაუბრობდი ამის უფლებას გაძლევს ყველაფერი ის, რაც აქამდე გაგიკეთებია, რაც აქამდე დაგისტამბავს, ის დოკუმენტი, რომელიც 8 წლის წინ შესთავაზა, ესე იგი, ხელისუფლებას, ხალხს, საზოგადოებას შეთავაზა, ის დოკუმენტი, რომელსაც მოყვა შემდგომ ხალხის წერილი ხელისუფლებას, ეს კიდე ცალკე საკითხია, აი რომელიც ალბათ გამოვა ერთად რაღაც დაისტამბება, ნუ ამის თაობაზე დღესაც და საღამოსაც ამას გავიმეორებ, ვიტყვი რომ ჩვენ ყველა იმ პიროვნებას ვეწინააღმდეგებით, აი კარგი გაგებით ვამბობ, სიყვარულით და პატივისცემით ვეწინააღმდეგებით, ვინც ამბობს იმას, რომ ესე იგი ვის ველაპარაკო, ამათ ველაპარაკო და როგორ ტონით მოიხსენიებს მეორე მხარეს. ილია ჭავჭავაძემ ეს რო თქვა ხალხო, თუ ილია ჭავჭავაძე გვიყვარს და თუ ილია ჭავჭავაძე ერის მამაა, იმ პერიოდში საქართველოს რომ ჭრელი იყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძე მაშინ ამბობდა, რომ საჭირო არის ბედნიერი მორიგებაო, ბედნიერი, როდესაც ესე იგი მარქსისტები, ანტიმარქსისტები, ანარქისტები, სოციალისტები, ფედერალისტები, ყველა ჯურის ადამიანი იყო წარმომადგენელი. თვითონ ილია ჭავჭავაძე სად მიდიოდა სასაუბრო, დუმის წევრი იყო, რუსეთის დუმის წევრი გახდა, იმიტომ რომ მან იცოდა დიალოგის ფასი, მან იცოდა ადამიანების ურთიერთობის ფასი. სწორედ იმ კაცმა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ ის ერის მამა და ესე იგი აესე უწოდებთ ყველანი, ეს არის ბედნიერება, მაგრამ ერის მამას უნდა უსმინოთ და გაიაზრეთ, ბატონებო, როდის თქვა ეს, როდის გელათში დიდი ესე იგი მეუფის დაკრძალვის დღეს, მაგრამ რატომ თქვა ეს? იმიტომ რომ იმდენად აჭრილი იყო საზოგადოება, იმდენად დაკსაქსული იყო საზოგადოება, იმდენად დაპირისპირებული იყო საზოგადოება, რომ აი სწორედ ამ გენიოს კაცს დაჭირდა იმის თქმა, რომ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად გინახავთ აი ამ 2-3 წლის განმავლობაში ერთმანეთთან მოსაუბრე, რომ დავინახოთ თუნდაც ვის რა პოლიტიკური კულტურა აქვს, ერთმანეთთან მოსაუბრე პოლიტიკური პარტიის ლიდერები. გინახავთ ერთმანეთთან, არ ერთმანეთს ლანძღავენ, მერე თუ ერთმანეთი ჭირდებათ, ერთმანეთთან დგებიან, არ ცხენიათ. ისეთ რამეები უწოდეს ერთმანეთს და ბოდისაც არ უხდიან, საზოგადოებას და ერთმანეთსაც ისე გამოდიან და ლაპარაკობენ. ეს არ არის პოლიტიკური კულტურა. როცა თქვენ ჯდებით იმ პიროვნებასთან, რომლის ლანძღვის მეტი არის ფერი გაკეთებიათ, მანამდე ის მაინც უნდა განმიმარტო მე რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნის და მითხრა რომ კი ბატონო მე გახარია რომელიც დაპირისპირებული ვიყავი ხაზარაძესთან და ჩვენ დანასისხლად ვიყავით გადაკიდებული დღეს ერთად ვჯდებით სასაუბროდ იმიტომ რომ და მითხარი ეს რატომ მე რო დავწუნდი ამაში და ვიფიქრო თქვენ სწორი ხართ თუ არ ხართ არა თქვენთვის თავარი არის ყველა ერთის წინააღმდეგ ფაშიზმია ბატონებო ეს ყველა ერთის წინააღმდეგ ფაშიზმია ისევ როგორც აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოცნების გამოთქმა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ყველას გავასამართლებთ გასამართლება კი არ არის თავარი ბატონებო ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ეს გზაა სწორი რაც უფრო უპირისპირდებით ჩვენ ერთმანეთს მით უფრო გარეთ ვეძებენ პატრონს რაც უფრო დაუპირისპირდა ხელისუფლება თუნდაც თქვათ ნებისმიერ სხვადასხვა ჯგუფის არა მარტო პოლიტიკურს ყველამ გარეთ დაიწყო ძებნა და გარეთ დაიწყო მხარდამჭერის ფულის და ყველაფერი და იპოვა იშოვა რატომ იმიტომ რომ დაპირისპირებულ საზოგადოებასთან კარგად მუშაობენ გარედან ის გოლები რომელსაც უნდათ რომ ქვეყანას დაადგან უღელი და ესე იგი უღელ ქვეშ ყავდეთ ქვეყანა იბა დაპირისპირებული აწყობთ რომ ერთად თუ ვიქნებით ჩვენ ამას ვერც გაგიბედავენ ვერც გააკეთებენ ამიტომ ჩვენ ყველაზე დაპირისპირებული ვართ მაშინ როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება ქვეყანას ესე იგი ერთობა და ყველა მართალია ეს არის საუკუნის რაღაც ესე იგი სიმაღლე აქვს აი ამ უსუსურობას როდესაც ყველა მართალი ვართ და ირგვლივ უსამართლობაა შეიძლება ყველა მართალი ვიყოთ
და ირგვლივ უსუსურობა იყოს. როგორ შეიძლება რომ ყველა კარგად უმუშაობდით ამ 30-25 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ და ქვეყნის 90%-ზე მეტ სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი არ გქონდეს. როგორ შეიძლება თუ კარგად მუშაობდით 2 მილიონი ადამიანი წავიდა გარეთ. როგორ შეიძლება თუ კარგად მუშაობდით და სამართლიანობა უსამართლობის გამო ბევრი წავიდა და ქვეყანაში 760,000 ლარი გყავდა ასე იგი შემწეობაზე. აქ პენსიონერებზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება იყოს 20 წლის, 30-40 წლის და გეუბნება მათხოვარი ვარ, არაფერი არ მაქვს და აი როგორც მათხოვარს მომეხმარეო 760,000 კაცი. 160,000 კაცი ამ დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების წინ და არჩევნების დროს მიამატა კიდე ანუ წარმოიდგინეთ 1 მილიონი იქნება ქვეყანაში შემწეობაზე თუ კარგად მუშაობს ბატონებო 1 მილიონი კი არა ერთი კაციც არ უნდა იყოს შემწეობაზე თუ კარგად მუშაობს როგორ შეიძლება რომ 16-17,000 ლარი იყოს ხელისუფალის ხელფასი თუნდაც პარლამენტარის ხელფასი 12-13,000 ლარის ფარგლებში და 350 ლარიან პენსიას ამადიდეთ იმ ხალხს ვის მიერ შექმნილის გაყიდვით გახდით თქვენ მილიონერები და შედით პარლამენტში და ვისი ხმებითაც გახდით პარლამენტის წევრები და დეპუტატები როგორ შეიძლება ასე ვიფიქროთ ჩვენ ხომ აი ამ შემთხვევაში ამიტომ გჭირდება ჩვენ გააზრება აი ამისი დააკვირდით 16 წლამდე ანუ სკოლის მოსწავლე გყავს 1 მილიონამდე და სკოლა კიდე გავანადგურეთ ეს ცალკე საკითხია ასე იგი 1 მილიონი გყავს პენსიონერი 1 მილიონი გყავს ასე იგი შემწეობაზე 2 მილიონი წავიდა ქვეყნის გარეთ გეკითხებით და გვეკითხებიან მეც მეკისრება პასუხისგებლობა ხომ ყველას გვეკისრება ადამიანს ვინც აზროვნებს ნებისმიერს არა მარტო იმას ვისაც თანამდებობა ეჭირა არამედ ნებისმიერ პიროვნებას ესე იგი ეკისრება პასუხისგებლობა ამისთვის აი დააკვირდით როგორ ჩაწერეს ამ უნიკალურ დოკუმენტში ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო როგორ გამოდიოდა ყველაფერი აქედან ყველაფერი ამაში რაც ქვეყანაში ხდება 2007 წლებში ჩაწერეს 2007 წლებში ყველაფერი იმაში ამაში ჩვენი ბრალიცა პირველ რიგში ინტელექტუალური ადამიანებისა რომლებიც დიდი ხანია განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება გაქცეულიყო პოლიტიკაში ჩვენ არ მოვწონს გზა რომლითაც მოვდივართ 20 წელია ας ლაპარაკია ნახეთ როდის ითქვა ეხლა ვლაპარაკობთ იმას რომ ჩვენ არ მოვწონს გზა რომლითაც მოვდივართ აი რამდენი წელია უკვე 35 წელია რომ მოვდივართ რატო არ მოგწონთ რატო არ მოგწონს იმიტომ რომ ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე გახდა დიდარი კიდევ უფრო დიდარი გახდა ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი გახდა ხალხი ტოვებს ქვეყანას მის ადგილზე შემოდიან უცხოელები დემოგრაფიული სიტუაცია არის კატასტროფული 70% ქორწინების პირველივე წელს განქორწინებაზე მიდის რომ ესე იგი 30%-ია მხოლოდ ფეხმძიმე ქალებში ქართველი ეს ბატონებო ეს მოკანილი გარედან კი არ არის ხელისუფლების მიერ ამოღებული სტატისტიკაა ეს ყველაფერი და როგორ მუშაობთ კარგად და როგორ გვაქვს ხმა მოსაღები როცა ასეთი მდგომარეობაა ამიტომ როცა ვამბობთ ვის დაველაპარაკო ჩვენ უნდა ვთქვათ რომ არ არის ტყუარ მართალის გარკვევის არასამოს მეცნიერება არ არის ტყუარ მართალის გარკვევის დრო დღეს ასე იგი ერთმანეთისთვის ბრძოლის ერთმანეთთან საუბრის და ერთმანეთის გადარჩენის დროა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ნახეთ დღეს მეცნიერთა კონგრესი ამბობს იმას რომ პოლიტიკოსი და არა მარტო პოლიტიკოსი პოლიტიკოს თავარი უნდა იყოს სიმდაბლით ამაღლება სიკეთით ცხოვრება და სიმდაბლით ამაღლება ჩვენ დღეს რეალურ ანუ უпроსორად ესეა რომ რა არის თავარი სიყვარულით ცხოვრება და სიმდაბლით ამაღლება ეს ამთავარი რა არის ჩვენ დღეს ჩვენთან სიძულვილით ვცხოვრობთ და სიძულვილი ადამიანში ადამიანურს ებზვის და გვმარხავს როგორც ადამიანის სახე დავკარგეთ ჩვენ სიძულვილის გამო ამიტომ ძალიან კარგად ითქვა როცა საუბარი იყო ამ დიდი ზნეობრივი განსაცმენდელის დათა თუთაშხიას წიგნიდან გამომდინარე სადაც იქ საუბარია რომ სიკეთე გათითოკვაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრულიო მეცნიერებმა თქვეს გათითოკაცე რა არის ამოცანა დღეს შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად
არ არის ბედნიერება, როცა მეცნიერები ასაუბრებენ. განა მეცნიერს რა კარგი ცხოვრება აქვს, დიდრად ცხოვრობს, ესე იგი რაღაც მის ირგვლივ სათნოება, მის ირგვლივ თუ რა ყველაფერი უბედურება წისქვილის სხვა ტრიალებს დღეს მეცნიერის თავზე, იმიტომ რომ წიგნი უნდა იყიდოს, წიგნთან იჯდეს, უნდა იმუშაოს დღედაღამ რომ არ დაკარგოს ესე იგი ერთი რამ რომ იყოს ეროვნული და ამავე დროს შეგნება კონდეს პლანეტარული, ანუ იცოდეს რა ხდება მსოფლიოში და ამავე დროს იყოს ამას ჭირდება უდიდესი ენერგია, ამას ჭირდება ძალიან დიდი თანხები, ამას ჭირდება უამრავი წიგნი, ლიტერატურა, დღედაღამ მუშაობა. მეცნიერმა ესეც იფიქრა და იფიქრა იმაზე, რომ არაფერი გამოსავალი ამ ქვეყანას სხვა არ აქვს, თუ არ დამარცხდება დაპირისპირება. დაპირისპირების დამარცხება, სიყვარულით ცხოვრება, სიძულვილის განდევნა ადამიანიდან, სხვის წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, საკუთარ თავზე გამარჯვება. ყველას გონია რომ თავარი არის სხვაზე გაიმარჯვოს. სხვაზე გამარჯვება შენი გამარცხების ტოლფასია. იმიტომ რომ ასე მოხდა, ასეთი ბუნების კანონიცაა, ასეთი რომ უარყოფის კანონი. შენ ვისაც უარყოფ, რითაც უარყოფ, იგივეთი იქნება უარყოფილი. გახსოვთ თქვენ როგორ იყო რომ კორუფცია, ესე იგი მიხეილ სააკაშვილმა თავისივე მეგობრები, ანუ მოქალაქეთა კავშირი, რომლის გენერალური მდივანი იყო, უარყო, იმიტომ ჩვენ ვერ ვძვით კორუფციასო და კორუფცია დააკანონა, ესე იგი მოქალაქეთა კავშირმა, ვითომ მოქალაქეთა კავშირის გენერალური თვითონ არ იყო, გენერალური მდივანი. და ამ დროს თვითონ რით წავიდა ამ ქვეყნიდან კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციაში ბრალდებებით წავიდა. ანუ აი ესა უარყოფის კანონი, რითაც შენ სხვას უარყოფ, იმითვე იქნება უარყოფილი. ეს ბუნების კანონებია. ამიტომ სხვის უარყოფაზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული, არამედ უნდა იყო იმაზე, რომ სხვაში დაინახო სიკეთე და იმ სიკეთით დატოვო. ამბობს დიდი გოეთე, რომ არ არსებობს ბოროტება, რომელიც ჩემში არ იყოსო, მაგრამ მთავარი არის რომ ეს ბოროტება დაძინებული იყოსო. საქართველოში გააღმიძეს ბოროტება და გააღმიძებულია ყველა ადამიანში ბოროტება, დააძინეს სიკეთე და გააღმიძეს ბოროტება. ვინ გააკეთა ეს? ეს გააკეთეს პოლიტიკოსებმა, ეს გააკეთა იმ პოლიტიკამ, რომელიც გქონდა, ეს გააკეთა იმ პოლიტიკურობამ, კულტურობამ, რომელიც გვაქვს ჩვენ. პოლიტიკური კულტურა არ იყო საქართველოში და უკვე მარკ შეიდერიც ვეღარ მოძებნის, ისე დაიმარხა პოლიტიკური კულტურა. როგორ შეიძლება პოლიტიკური კულტურის გარეშე ჩვენ ვიცხოვროთ? ამ პოლიტიკური კულტურა გავიხსენე იმიტომ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შემოძახილი ასე გააკეთა და თუ არ ვცდები, ქუთაისში ბატონმა თემურ ლანჩავამ თავისივე ლიტერატურულ გაზეთში გამოაქვეყნა, აი იყო რომ სიყვარული აგვამაღლებსო და იქ სწორედ აი ამ თემებზე, ამ პრობლემაზე იყო, პოლიტიკურ კულტურაზე იყო ლაპარაკი, რომ პოლიტიკური კულტურის გარეშე არ არსებობს პოლიტიკა, არსებობს ანარქია, არსებობს დაპირისპირება, სხვა მეტი არაფერი. ჩვენ დღეს ძალიან ბევრ რამზე ვისაუბრებთ, როცა გვექნება საშუალება და როცა დღეს სხდომა შედგება. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთის სათქმელი, მაგრამ თავარი რა არის? ბატონებო, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. უნდა დასრულდეს ეს არ არის ადვილი. ეს არის ძალიან ძნელი. ძალიან ძნელი, ძნელზე ძნელი. იმით უფრო დღეს მე გეუბნები თქვენ გულწრფელად და გულახდილად, რომ აი 80% იმ ხალხისა, ვინც ქუჩაშია გამოსული, ის უფრო მზად არის ამისთვის, ვიდრე ის, ვინც ამ ხალხს ებრძვის ან აკრიტიკებს, ებრძვის ხელისუფლება და აკრიტიკებს ხელისუფლების მხარდამჭერი გუნდი, ან შეიძლება არ იყო მხარდამჭერი, მაგრამ რას არ ეძახიან ამ ადამიანებს. ჩვენ ერთმანეთის შემკობა ამ ეპიტეტებით უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში. არავინ სრულყოფილი მხოლოდ უფალია. ჩვენ უთხოვთ ერთმანეთს იმას, რომ ყველა სრულყოფილი იყო. ჩვენ უთხოვთ ერთმანეთს იმას, რომ ისეთები იყვნენ, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენ ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის ის. როცა იწყებ ადამიანის შეცვლას, შენ უკვე საკუთარი თავის წინააღმდეგ იწყებ ბრძოლას. ეს მოხდა ქვეყანაში. ამ ომში ვართ ჩვენ. ჩვენ გვინდა რომ სხვა შემცვალოთ და ჩვენ თავზე არ ვფიქრობთ. იქნებ ჩვენ ვართ შესაძლებელი. ჩვენ შეცვლას ვერავინ სხვა ვერ შეძლებს.
თუ არა შენ თვითონ არის გამონათქვამი ძალიან კარგი რომელიც უხელაც გამოვიყენა და დიდი მადლობა ბევრმა ნახა წუხანდელი გადაცემა ნუ გეშინია ბრძენთა მაგიდასთან მისვლისო მიდი და შენ დაინახავ რა სიმაღლეზე ხარ თქვენ გეშინია ჭკვიან ადამიანებთან საუბარი პოლიტიკოსებს მიმართავ პირველ რიგში და ვისაც უნდა თავის თავზე მიიღოს თქვენ გეშინიათ მეცნიერებთან საუბარი პოლიტიკოსებს თქვენ შეგიძლიათ გეშინიათ ინტელიგენციასთან საუბარი ინტელიგენციაც ფიქრობს რომ თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ დროს ვერავინ გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვერ ახდენს ახდენს სწორედ ის ვისაც ხვასთან და განათლებულ ადამიანთან საუბარი ეშინია და ვიზეც მეცნიერი და ინტელიგენტი ამბობს რომ რა აზრი აქვს ამათთან საუბარს თქვენ ამბობთ რომ ამასთან საუბარს რა აზრი აქვს და ესენი მართავენ ამ ქვეყანას მართავენ და კიდე ასე გაგრძელდება თუ ეს არ შეიცვალა აი ამიტომ არის დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი და დღეს ერთმა პიროვნებამ ძალიან კარგად თქვა რომ აი უფლისხელი ურევია იმაში რომ ბედობას დაემთხვაო რომ მთელი ეს წელი უნდა ვილაპარაკოთ სიყვარულით ამაღლებაზე მთელი ეს წელი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ როგორ დავთრგუნოთ საკუთარ თავში სიძულვილი მთელი ეს წელი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ მტერიც უნდა გიყვარდეს შენი მტერიც მთელი ეს წელი უნდა ბიბლიურად აი სადაც არის რომ თავარში ერთობა სადაოში თავისუფლება მაგრამ ყველაფერში სიყვარული თავარი სამშობლოა აქ უნდა ვიყოთ ერთნი სადაოა სადაც გინდა პოლიტიკური როგორიც გინდა ის ხედვა იყოს ვერ თანხდებით მე რა სამშობლოში ამაში ხო თანხდებით ჩვენ ესაა მთავარი დანარჩენი პოლიტიკური შეხედულება როგორიც გინდა მაგრამ აგეგი თავარში ერთობა თავარი სამშობლოა სადაოში თავისუფლება სადაო პოლიტიკური ხედვებია მაგრამ ყველაფერში სიყვარული როგორ შეიძლება ამით მე ორი ქალბატონის არ მინდა გვარები დავასახელო ისინი ოპოზიციას ეკუთვნიან ერთ-ერთი ორივე ჟურნალისტია წუხელ ერთმანეთზე ნათქვამი მოისმინენ ნუ აი ვიფიქრე იმას რომ მართლა შველა უნდა ადამიანებს მართლა შველა უნდა Facebook-ზე რომ შეხვალ 1 საათი კი არა 10 წუთია საკმარისი რომ გააკეთო დასკვნა რომ შველა გჭირდება ჩვენ ყველას შველა გჭირდება რომ სხვას ნუ ლანძღავთ სხვაზე ნუ ვლაპარაკობთ სხვაზე ნუ ვიგინებით სხვას ნუ ვაგინებთ ბატონებო აი ყველაფერი საკუთარ თავთან ძნელია ახლა ვიღაცა ფიქრობს იმას რომ ახლა მე ესე იგი ჰუმანისტის როლში გამოდივარ არა ბატონებო მე ასე გამზარდეს იმ ადამიანებმა აი ასე ვისთანაც მუშაობდი მე ძალიან კაცრი იყო ჟიული შარტავა მაგრამ მასზე ჰუმანური ადამიანი არ მინახავს ძალიან კაცრი იყო შეფასებებში რეზო თაბუკაშვილი მაგრამ ჰუმანისტი იყო ბუნებით ძალიან კაცრი და მყავს იყო აი როგორი გამოსვლები ქონდა და ხელისუფლების მიმართ თუნდაც ირაკლი აბაშიძეს მაგრამ ჰუმანისტი იყო ძალიან კაცრი იყო შეფასებებში რომელიც გამოდიოდა ბატონი აკაკი ბაქრაძე მაგრამ დიალოგი იცოდა ჰუმანისტი იყო ოტი იოსელიანი რომელსაც აი რაღაც წარმოუდგენელი ჰუმანისტი იყო რეზო ჭეიშვილი აი რომელსაც მამასთან ქონდა არა ახლობლებთან ქონდა უკმაყოფილება მაგრამ ჰუმანისტი იყო ის ქვეყანაზე ფიქრობდა იდეებით იყო აი ადამიანი უამრავი მწერალთა სახშია თუ ძალიან ისეთ დიდ პიროვნებებთან რომ ისაუბრია და მქონდა ბედნიერება რომ საათებით მესაუბრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ვარ რაღაც ბედნიერი ყველაფერი ამის გამო და უამრავი რამ და გული მწყდება გული მიკვდება იმაზე რომ ადამიანზე მით უფრო ამას აქში რო არის რას კადრულობენ რას საუბრობენ ყველაფერი ბატონებო ჩავაბაროთ წარსულს ეს არის ჩემი ხვეწნა მუდარა ეს არის თქვა და პირდაპირ გეუბნებით რომ გადაცემა კიდე გვექნება და ბოლოში უფრო გამოკვეთილად ვიტყვი მაგრამ თუ ვინმეს რამე გეწყინათ ჩემგან ბოდიშს გიხდით თუ თქვენგან რამე მეწყინა ანალოგიურს არ ვითხოვ მაგრამ მოდით ვიცხოვროთ სიყვარულით ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ სიყვარულით დედას მაგინებდით ზოგიერთი მაგრამ მე გიწერდით თქვენ რაღაც პასუხს გიწერდით და ბოლოში ვამთავრებდით სიკეთე თქვენთან თქვენს ოჯახში იმას გეუბნებოდით რაც დაწერე წააკითხე შენი ოჯახის წევრებს ძალიან ბევრი რომელიც დედას მაგინებდა დამიმეგობრდა მე ვაფასებ ამას ყველაფერს ამას დიდი ნიჭი დიდი ნებისყოფა უნდა დიდი ნებისყოფაა საჭირო რომ ადამიანი რომელიც გაგინებს გლანძღავს იმას 7 წყნარი ენით დაელაპარაკო ადამიანი რომელიც გაგინებს შენს თუ შეაგინებ უკვე დამთავრდა თქვენი ურთიერთობა მე გეუბნებით რომ უამრავი ადამიანი აი იმ ხალხს რომელიც ქუჩაში დგას და მეცნიერება როგორ ნახეთ როგორ გააკეთეს გუშინ წინ 30-მდე მეცნიერი
ქუჩაში რომ გავიდნენ, შეხვდნენ, ისაუბრეს ამ ხალხთან, ყველამ ცალ-ცალკე იმ დღეს შევიკრიბეთ, თუ მერე ამერიკას მითხეს, რომ რა მართალი ხართ ბატონო თემურ, აი რომ შევხვდებით ამ ხალხთან დაველაპარაკეთ, მეც დავმშვიდი, დავწყნარდი, ბიჭო არ შეხვედრი ხართ, არ გისაუბრიათ და ლანძღავთ იმ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა, რატო აკეთებთ ამას, რატო გინდათ ამის გაკეთება და ამას იქ გამოსულია ნაციონალობის ხროვა, ბიჭო თუ ამდენი ადამიანი ქვეყანაში, ესე იგი იმის წინააღმდეგია და ეს დაახლოებით ამ დღეების განმავლობაში ჯამში რო გავაკეთოთ 9 მილიონს გაძასთა რაოდენობა ჩვენ მაშინ რა ფასი აქვს ან ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნას რა ფასი აქვს ან ჩვენს ინტელიგენციაში თუ მეცნიერებაში ყოფნას თუ ასია დაპირისპირებული საზოგადოება ჩვენ ყველაფერს აი მშვიდობით უნდა შევხედოთ მშვიდობიანად უნდა შევხედოთ მე ვამბობთ ესე იგი სიყვარულით ცხოვრება იმის საფუძველი რომ სიმდაბლით ამაღლდები სიმდაბლით ამაღლებაა სიყვარული სიმდაბლით ამაღლება არის სიძლიერი ადამიანის სიმდაბლით ამაღლება ხშირად მithქვამს და გავიმეორებ დღესაც რომ შეხვალთ გელათში ფრესკები დაზიანდა მაგრამ აი ეს ფრესკა მაინც შენარჩუნებულია ბოლომდე აი როდესაც დავით აღმაშენებელი ერთ სიმაღლეზეა ყველასთან მიუხედავად ახოვანი და მაღალი კაცი იყო ერთ სიმაღლეზეა არავინ არ არის მაღალდაბალი მაგრამ მიწაში აქვს უფრო მეტი ფესვები მიწაში ქართულ მიწაში აი ნახეთ ამ ხელა ფილოსოფია ამ ფრესკაში და ვამბობ იმას რომ ხალხო ეს ქვეყანა ვარ ჩვენ დავით აღმაშენებლის მოდგმა ვართ ჩვენ აი ვინც ეს ფრესკა შექმნა იმათი მოდგმა ვართ აი როგორ უყურებდნენ ჩვენი წინაპრები როგორი იყო ჩვენი ეკლესია რომ ვინმე დიდი და პატარა კი არა ერთნი ვართ ამ ქვეყნის შვილები ვართ ვიცხოვროთ სიყვარულით რომ სიყვარული აგვამაღლებსო თქვა არ უთქვამს შოთა რუსთაველი სიძულვილი აგვამაღლებსო სიყვარული აგვამაღლებსო უნიკალურად გითხრა მსოფლიოში ისეთი აფორიზმები რომელიც შოთა რუსთაველს აქვს აი ნუ დაგვემართება ერთი უნიკალური ხშირად ვიყენებ თუ ვარდი თუ ყვავი ვარცა იშოვის თავი ბულბული გონიაო ეს დაემართა ბევრ ვინმეს ქვეყანაში დღეს და როგორ გადაიტანა ეს ერთმა ხატვარმა გააკეთა ასეთი რამ რომ დღევანდელი პოლიტიკოსი დადგა სარკესთან და სარკესში გამოჩნდა ვირი თქვენ გესმით ეს ხალხო ადამიანებო გესმით რომ სად მივიდა ხატვარმა გააკეთა ეს დახატა რომ პოლიტიკოსი დღევანდელი არ მინდა გვარდასახელი დაგისახელოთ მივიდა სარკესთან და სარკესში გამოჩნდა ვირი არ შეიძლება ჩვენ ვიცხოვროთ ამ ცხოვრებით ქვეყანაში არ შეიძლება ვიცხოვროთ ამ დაპირისპირებით არ შეიძლება ასე ლანძღოთ ერთმანეთი არ შეიძლება რომ ხელისუფლება ასე ლანძღავდეს ოპოზიციას არ შეიძლება რომ ოპოზიცია ასე ლანძღავდეს ხელისუფლებას არ შეიძლება რომ ხალხი ასე ვიყოთ ერთი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერები მეორე გუნდი ხელისუფლების დღეს ოპოზიციის მხარდაჭერაც ანტიქართულია და ხელისუფლების მხარდაჭერაც ანტიქართულია ინტელიგენტი არის ის რომელიც ხელისუფლებას კი არ იცავს ხალხისგან რომელიც პოლიტიკოს კი არ იცავს ხალხისგან არამედ ხალხს იცავს პოლიტიკოსისა და ხელისუფალისაგან დღეს ხალხს ჭირდება დაცვა ბატონებო ხალხს დაცვა ჭირდება მე მოგიყვანეთ მაგალითები დღეს რა მდგომარეობა ხალხს ჭირდება დაცვა ჩვენ თუ გვინდა დიდი მომავალი მეცნიერებს ეს პროგრამა აქვს მეცნიერები სწორედ ამ გზით მიდიან დღეს კარგია რომ ამ დღეს მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის რთული დღეა ბევრი რამე პრაქტიკულად არ მიძენია წუხელ ისეთი მოწესრიგებულიც ვერ ვარ და რაღაც იმით მაგრამ მაინც თქვათ ის შეხვედრები რომელიც იყო არ გადავდე მაინც აი თქვენთან შეხვედრა და ვაფასებ ამას რომ ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებით მე თქვენ შემდგომ ეს რომ ქვეყნდება Facebook-ზე აი იდება ეს მასალა და მე თქვენს კომენტარებს ვკითხულობ ძალიან ბევრ რამეს ვწალობ თქვენგან ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მე ყოველთვის Facebook-ით ჩემ გვერდზე ვდებ არა მარტო იმას რომ თქვათ ჩემი გამოსვლა არამედ ძალიან ბევრ რამეს რომელიც სიბიზნესთან პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და როგორი თვალით უნდა შევხედოთ ამას ჩვენ დღეს ორ დოკუმენტს და გადავამრავლეთ აი როგორც სიტყვიან ესე იგი რაღაც მეც არ ვიცი როგორ ვახერხებთ მაგრამ ოდესღაც იქნება ამ ვალებსაც გავისტუმრებთ რომ შევძელით რომ აი ეს კიდე ერთხელ აი ეს დავარიგოთ დღეს ხალხში რასაც ქვია ეგ მოქმედების დროა გელათში მიღებული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ამაზე დიდი დოკუმენტი ჩვენ დღეს ერთმანეთთან საუბრისთვის არ გვაქვს ბატონებო და მეორე ეს დღეს დაურიგდება აი ესეთი რამ აი ეს ორი რამ რომელსაც მეორეს ქვია გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგდგენიათ საქართველოს პარლამენტი საქართველოს ხელისუფლება გრძელდება ეს წარმოდგენები
დღეს ძალიან საინტერესო ადამიანები დღეს გუშინ ამ დღეებში გამოდიან და ლაპარაკობენ ვის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს პარლამენტი უამრავ ადამიანმა მოგწერა ჩვენ შევთანხმდით რომ იანვრის ბოლომდე გაგრძელდეს ეს ვისაც აქვს სურვილი პირდაპირ ტელევიზიაში მესტიერთა კონგრესის დროში შეუძლია მოვიდეს და გამოვიდეს თქვას და შეხედეთ როგორ იქნება მაგ იანვრის ბოლოს შეიკრიბება ხალხის ნდობის პარლამენტი ანუ ეს ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურებია აი ეს არავის არ ეწინააღმდეგება და რის განხილვას დაიწყებს პირველი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვას და გელათში გააგრძელებს შემდგომ აქ თბილისში პირველი შეხვედრა რომ შედგება მერე გაგრძელდება ეს გელათში და გელათში იქნება უკვე 8 თებერვალს ამ დოკუმენტის მიღებიდან პროექტი აწერია ამ დოკუმენტს აი როგორ დემოკრატიულად გააკეთეს მეცნიერება პროექტი რატო იმიტომ რომ მთელი ერთი წელი იხილებოდა ყველგან სადაც შემძელით ხელისუფლებაში და ყველგან დავარიგეთ აი დღეს ვამბობ ყველას ვიცებთ 8 თებერვალს გელათში სადღაც წახვიდე უკეთეს ადგილზე აი ეს იყო შეცდომა რომ გასული წლის 8 თებერვალს ხელისუფლებამ დანიშნა პარლამენტის ხდომა და აირჩია ესე იგი პრემიერ-მინისტრად ბატონი კობახიძე იმ დღეს კობახიძეც და ყველა ბიძინე ავანიშვილის და ყველა გელათში უნდა ყოფილიყავით ჩვენ გელათში მით უფრო მოწვევა გქონდათ რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვაზე მოხვალთ არ მოხვალთ ჩვენ ყველას გთავაზობთ და გეუბნებით რომ გელათში თქვა უნიკალური სიტყვები რომელიც ხაერივით ჭირდება დღეს ქვეყანას და თქვა ვინ ერის მამამ ილია ჭავჭავაძემ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ეს გჭირდება ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ურთიერთობაში, ხელისუფლებასთან ხალხს ურთიერთობაში, ხელისუფლებასთან პარტიებს ურთიერთობაში, პარტიებს ურთიერთობაში, სწორედ ეს გჭირდება ჩვენ. და ნუ ფიქრობთ იმას, რომ წერთ მე ვინ ვისთან დაჯდეს და ეს იქნება შეურაცხყოფა, ერთი მეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარია შეურაცხყოფა და მეორე მეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორ შეიძლება ამათთან დაჯდეს. ბატონებო, სიმდაბლით ამაღლება ეს არის ბიბლიური სიმდაბლე ამაღლებს ადამიანს მეფეები გადაიცვამდნენ და ხალხში გადიოდნენ რომ რიგით გაეგოთ ხალხში რა განწყობა იყო ჩვენ ეს გვჭირდება დღეს ამ ურთიერთობებით სიმდაბლით უნდა აუმაღლდეთ ჩვენ გუშინ მივმართეთ და დიდი მადლობა დღეს ერთმა პიროვნებამ უკვე ქალბატონმა ჯულიამ დამირეკა რომ ძალიან კარგი წიგნია გუშინ თქვი პირველად ეს და დღეს შევთავაზებ საზოგადოებას ნუ დარწმუნებული ვარ ისინი ამას მიიღებენ თუ არ მიიღებენ მე პირადად შევეცდები რომ გამოვიდეს ის რასაც ქვია აი ეს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა 21 პუნქტი ჩვენი პროგრამული დოკუმენტები მთავარი და ეს დოკუმენტი რომელიც დღეს უნდა წარმადგინო ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს პრობლემა ვაქციოთ პრობლემა კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად აი ეს არის და ჩამოყალიბებულია ყველაფერი შიგ ჩვენ ყველას ვეუბნებით მომართავთ ეს დევს Facebook-ზე ასეთივე სათაური ნახეთ ვისაც შეგიძლიათ მოგწერეთ თქვენი აზრი ჩვენ გვინდა გამოვცეთ ეს უნიკალური გამოცემა იქნება როდესაც დაისტამბება ეს დოკუმენტი რომელსაც მეცნიერებს წარუდგენს დღეს ხდომას და დაისტამბება ხელმოწერა ვისაც აქვს სურვილი რომ ამ დოკუმენტს მოაწეროს ხელი და დაისტამბება თუნდაც ის წერილი რომელსაც ის გამოგზავნის და იტყვის რომ ამას ვეთანხმებია ამას არ ვეთანხმებია შეფასებას მიცემს უფრო დემოკრატიულ დოკუმენტს დავტოვოთ ისტორიაში რომ მეცნიერებმა ასეთ სერიოზული დოკუმენტები შექმნეს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა ქვეყნის განვითარების კონცეფცია 21 პუნქტიანი პროგრამა ესე იგი რომლის სათაურია ესე იგი მიზანია სამშობლო და ადამიანი სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად თუნდაც აი ის რასაც ქვია კონცეფცია აი რომელშიც აი 4 რამ ხალხი და მათ შორის ტელევიზია რომელზეც ასე ითქვა რომ მე არ ვიცი მერაბ ბერძენიშვილმა რომ თქვა და მიყვება მე არ ვიცი რას ნიშნავს ესე იგი სახელმწიფო ტელევიზია მე არ ვიცი რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია მე ვიცი მართალი ტელევიზიაო აი სწორედ ეს აი ამიტომ არის 20 რიცხვი რომ გამოვაცხადა მეცნიერთა კონგრესმა და აი ამ გვერდზე და ყველგან Facebook-ზე მინიშნებულია რომ რაღაც პატარა ერთი თეთრით 10 ლარის ფარგლებში რომ ყოველთვიურად ვეხმარებოდეთ ამ ტელევიზიას ჩვენ შევძლებთ იმას რომ გადავარჩინოთ ხელისუფლებას სიყვარული გადავარჩინოთ ქვეყანაში რუსთაველი დავაბრუნოთ ადამიანებში ბიბლია დავაბრუნოთ ჩვენ სახლებში რუსთაველი დავაბრუნოთ ჩვენ სახლებში
სიყვარულით ვიცხოვროთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი რამ. ეს უნიკალური წიგნია, რომელზეც დღეს ვსაუბრობ, ბატონებო, რომელიც გამოვა. ყველას ვეუბნებით, რომ წაიკითხეთ ის დოკუმენტებიც, წაიკითხეთ, ჩვენ დავდებთ პროექტს ამ წიგნის და იანვრის ბოლომდე დაველოდებით, რომ გაზაფხულის დასაწყისში უკვე ჩვენ გქონდეს, მე კაბოტონი ჯულია ვახსენებ, რომ მოისმინა წუხელდა თქვა, რომ ეს უნიკალური რამეა და მე ჩემი აი აქ მემსახურები ვიღაცა, მაგრამ რაღაც გროშებს მე გავიღებო. აქ გროშები კი არ თუ განწყობა ამისი მთავარი, რომ აი ასეთი განწყობა რომ აქვს და მან დაინახა უკვე ეს წიგნი და გითხრა რომ დასავლეთ საქართველოში თუ იმოგზაურებთ, ჩემი ძმისშვილია იქ პიროვნება, რომელიც მანქანა აქვს ყველაფერი და მოგემსახურება და თუ რამე იმ პიროვნებას დაჭირდება, აი ეს გვაძლიერებს ჩვენ. ეს არის საქართველო, ასეთი თანადგომით, ასეთ სიყვარულით, უნდა შევდგოთ რომ წავიდეთ წინ. ასეთი მე ერთი მაგალითი მოვიყვანე, იმიტომ რომ ვიდრე თქვენთან შემოვიდოდი 1 საათის წინ მესაუბრა. და აი გაუცებული ვარ პირდაპირ ისეთი განწყობით. მე ამიტომ თორემ ასეთი უამრავია ასეთი ადამიანი და ყველას დიდი მადლობა, რომელიც ხართ იმ განწყობით, რომ შურზე და მტრობაზე ამაღლებაა მთავარი. ის ქართველია ძლიერი, რომელსაც შეუძლია თქვას, ისეთი დილა გათენდა, ტერს რომ შევყროდი, ალალზმასავით გაუღიმებდიო. თქვენ მომყავს ხშირად, რომ ღმერთო მიმრავლე სათნოების დღე, შურზე მტრობაზე ამაღლების დღეო. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი პოეტები, ჩვენი მწერლები და სათნოების დღეს მიმრავლეო. ჩვენ დღეს დღევანდელი დღე სათნოების დღეა, შურზე და მტრობაზე ამაღლების დღეა. დღეს იმის დღეა, რომ სიყვარულით შევხედოთ ერთმანეთს. დღეს იმის დღეა, რომ ერთმანეთს უთხრა დავიბედოთ, რომ ერთმანეთი კი არ ვლანძღოთ, ერთმანეთში დავინახოთ 100 ცუდი გვაქვს, ერთი კარგი ხო არის ჩემში. დაინახეთ ის ერთი კარგი და იმ ერთი კარგი შეეცადეთ, ჩემში არსებული ის 100 წაშალოთ. გადავამოწმოთ, რომ როგორც თქვა დიდმა გოეთემ, არ არსებობს ბოროტება ჩემში არ იყოს, მაგრამ თავარი არ გააღვიძოთო, არ გავაღვიძოთ ერთმანეთში ბოროტება იძინოს, ვიცხოვროთ სიყვარულით. აი ამიტომ მოვედი, ამის სათქმელად მოვედი დღეს ბატონებო. დღეს მძიმე დღეა ჩემთვის, ყველაფერნაირად. აი რეზო ბალენჩივაძის წასვლა ჩემთვის დიდი ფილოსოფოსი, დიდი მასწავლებელი წავიდა. დიდი დღეა ბევრი რამის გამო, თუნდაც თელი ღამე წუხელ მუშაობდი, აი იმ დოკუმენტზე, რომელიც თუნდაც წარმოვადგინოთ. დიდი დღეა, რომ დღეს მოხსენება მაქვს გასაკეთებელი. ადამიანების გაფრთხილება, ყველაფერი და საბრძოლო გახდა აუდიტორიაც, ყველაფერი ესე საბრძოლოა დღეს და დიდი დღეა და ამიტომ ამბობ, რომ მიუხედავად ყველაფერი ამისა, მინდა რომ ეს სათნოების დღეს იყოს. შურზე და მტრობაზე ამაღლების დღეს იყოს. ეს უფალთან შეხვედრის დღე იყოს. აი ესე წერს მას შოთანიშნიანიძე. აი სწორედ და ვამთავრებ იმით, რომ ხშირად მიყვარს ამის თქმა, რომ აი ნახეთ მუხრამა ჭავარიანი. სხვისი ყოფილა თუ ყოფილა ჩემს თვალზე წრემლი, ყოფილ ვარ სხვისი მწუხარებით მე ბევრჯერ ავად. ყოვლა ძლიერო გახარება თუ გინდა ჩემი, უნარი სხვისი გახარების მიბოძე უმალ. დავიბედოთ სხვისი გახარების უნარი ცხოვრება ამ ქვეყანაზე. გავახაროთ სხვა და გახარებული ვიქნებით თვითონ. სხვისი გახარებით გახარებული ადამიანია ძლიერი. თორე სხვისი დაჩაგვრით ვერ იქნები. ეს გიზო ნიშნიანიძე კარგად ამბობს, რომ ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებო და ეს კარგი ნათქვამია, ეს სასწაული რამეა და ჩემი დამარცხებით შენი დამარცხებით მე ვერ გავიმარჯვებ. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ ერთმანეთს დამარცხებით. ნუ გვინდა ერთმანეთის დამარცხება. შურზე და მტრობაზე ამაღლება. ამას უკელს ეკუთვნის სწორედ ისეთი დილა გათენდა, ტერს რომ შევყროდი, ალალს მასავით გაუღიმებდი. ღმერთო გაუთენე ყველა ქართველს, ჩვენს თანამემამულეს ისეთი დღე, ბედობა დღეს ვამბობ ამას, რომ მან თქვას ისეთი დილა გათენდა ჩემთვის, ტერს რომ შევყროდი, ალალს მასავით გაუღიმებდიო. ეს არის სათნოების დღე, ეს არის მეცნიერთა კონგრესი, ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამა. არავის არ ებრძვის, არავის მხარეს არ არის. ხალხშია, ხალხთანა შევკრათ ხალხს, გავერთიანდებით მეცნიერულ პროგრამებში და იძულებულს გავხდით ხელისუფლებას. წამოვიდეთ ამ გზით და ის ხალხი ვინც შეიკრიბება მომდენო ესე იგი აი წლის იანვრის ბოლოს და მე თებერვალში აი ეს ხალხი იქნება სწორედ ნდობის ხალხის ნდობით აღჭურვილი გუნდი იქნება ეს და ეს ხალხის ნდობით აღჭურვილი გუნდი იქნება საყრდენი მეცნიერებთან ყველა საყვარელ ადამიანთან ერთი ტელევიზიის რომელიც მას სიყვარულით უნდა იცხოვროს
ყველა ადამიანი რომელიც ერთ-ერთ შეიტანს ყველა ადამიანმა უნდა ნახოს რომ ეს არის სიყვარულით ცხოვრები ტელევიზია ასეთი უნდა და ის მერაბ ბერძენიშვილს ასეთი უნდა რომ ტელევიზია ქართული ასეთი უნდა და სიყვარულით ცხოვრები უნდა და რომ ყოფილიყო რეზო ჩხეიძეს ასეთი უნდა და ანზორ ერქომაიშვილს ამ უნიკალურ პიროვნებას ასეთი უნდა და რომ ყოფილიყო არმოდ გეგეჭკორს ეს ეციური საქართველოა გავიხსენოთ ეს ხალხი გივი თოიძეს ომარ მხეიძეს ამ უნიკალურ პიროვნებებს ასეთი უნდა და რომ ყოფილიყო ის ასეთი უნდა ის ტარიენ ხარხელაურს რომ იყოს ასეთი უნდა რომ რომან რურუას რომ იყოს თემერ გუგუშვილს რომ იყოს რამაზ ყურაშვილს ასეთი უნდა რომ იყოს დავდგეთ ერთად ჩვენ 20 რიცხვში გვაქვს მისი მხარდამჭერის დღე და გუშინ მესაუბრა ბატონი ჯუმბერ კოპალიანი და მითხრა რომ ჩვენ 28-ში უნდა შევიკრიბოთ და 28-ში შევაჯამოთ რა მივეხმარეთ როგორ მივეხმარეთ ტელევიზიას ვინ მიეხმარა და რა შემძელით საერთოდ ქართული ერთობის დარბაზმაო დიდი კაცი ხარ ბატონო ჯუმბერ კი გვაქვს განსხვავება ზოგიერთ იმაში მაგრამ ხო კარგია თქვენი შვილი და მე ერთ-ეს ათასზე ვარ ასე რომ თქვენს ოჯახში დიდი სასახდენი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ მე და თქვენი შვილი შევძლებთ იმას რომ ჩვენ სამივენი და ყველანი ერთად ვიქნებით ერთ აზრზე და მომავლის საქართველოსთვის ვიბრძოლებთ არავის ფეხქვეშ არ გავეგებით ჩვენ არ გვინდა არც ამერიკისთვის ფეხქვეშ გაგება არც რუსეთისთვის ფეხქვეშ გაგება არც არავისთვის ფეხქვეშ გაგება ყველასთან თანამშრომლობა გვინდა და ვამთავრებ თავარით რომელიც მესტიერთთა კონგრესს მუდმივად აქვს ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები საქართველოს არასდროს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა საქართველოს ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის ცივილიზაციის სათავეებში იდგა და მუდმივად კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ცივილიზაციის სათავეებთან იდგა ესე იგი მტრობს ქვეყანას ის ვინც ფიქრობს რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთაა მტრობს ის ქვეყანას ვინც ფიქრობს რომ ქვეყნის გადარჩენა რუსეთშია მტრობს ქვეყანას ის ვინც ფიქრობს რომ ქვეყნის გადარჩენა ამერიკაშია ქვეყნის გადარჩენა ამერიკაშია არც ამერიკაშია და არც რუსეთშია ქვეყნის გადარჩენა არის საქართველოში მაგრამ ერთი პრინციპით რომელიც აი ასე ხმამაღლა არის ჩაწერილი ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში რომ საქართველო უნდა იყოს მრავალვექტორული ქვეყანა რომ საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების მით უფრო საქართველო არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი როგორიც დღემდეა და საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე ხას უსვამ ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთა ზედების ადგილი საქართველოსთვის მთავარია ქართული ინტერესი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეს უნდა იყოს ქართული ინტერესი ამას განვიხილავთ ჩვენ აი ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურებით იანვრის ბოლოს თებერვალში გელათში მივიღებთ იქ და თუ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს იქნება ძალიან კარგი გავიტანოთ რეფერენდუმზე რომ ნებისმიერ ხელისუფალთან მსოფლიოში მივიდეთ და უთხრათ რომ კი ბატონო მზად ვარ თქვენთან მეგობრობისთვის მაგრამ აი იცოდეთ რომ ჩვენ ამას არ შევცვლით ჩვენ არ შევცვლით იმას რაცაც ამას 25 წელია ამბობს მესტიერთთა კონგრესი არ შევცვლით იმას რაცაც ქართული ოჯახი ქვია ქართული ტრადიცია ქვია თავისუფლება ქვია და ვინც ჩვენ ველაპარაკება რომ მშვიდობაა მთავარიო ვამ ჩვენ მათ ვეუბნებით საქართველოში ის მშვიდობაა მთავარი რომელიც ეხება თავისუფალ ადამიანს და თავისუფალ საზოგადოებას მშვიდობა შეიძლება დიქტატორმა მოიტანოს ჩვენ ასე მშვიდობა არ გჭირდება ეს არ არის განვითარება ეს მოხრუჭია ქვეყნისთვის მშვიდობა როცა ის თავისუფალი ადამიანების მიერაა ორგანიზებული და როცა თავისუფალია საზოგადოება და როცა ყოველი ადამიანი ამბობს ფოლკნერი ეს ამერიკელი უდიდეს მწერალი რომელმაც თქვა რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აი ასეთი მშვიდობა გვინდა ჩვენ მაგრად ვიყოთ კარგად ვიყოთ სათნოების დღე საქართველოს ვიცხოვროთ ამ განწყობით დღეს ბარბარობა დილოცავთ მაგრად ვიყოთ დავიბედოთ სიყვარულით ცხოვრება დავიბედოთ